გამარჯობა. მე ვარ გიორგი ბარამიძე. ეს არის აზროვნების სახელოსნო და მე განვაგრძობ საუბრებს საკუთარ თავში მოგზაურობაზე. ჩემი საუბრები ეხება იმას, თუ როგორ უნდა მივიდე მე საკუთარ თავთან, როგორ მოვიპოვო საკუთარი თავი, რომ მივაღწიო სიმშვიდეს. ჩემი მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა იყოს მშვიდი და გაწონასწორებული. წონასწორობა შეიძლება თვითონ აზროვნება იყოს წონასწორობა. ანუ აზროვნების სახელი შეიძლება იყოს მისი, ასე ვთქვათ, დედააზრი, არსი შეიძლება იყოს წონასწორობა იმდენად მნიშვნელოვანი მდგომარეობა და იმდენად აუცილებელია ის ჩემთვის მე ასე ვგრძნობ. თუმცა მე ჯერ არც კი ვიცი არათუ ის თუ როგორ უნდა მივიდე საკუთარ თავთან, არამედ შეიძლება არც ის ვიცი, შეიძლება კი არა და ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ მე არა მაქვს ცოდნა იმისა, თუ ვინ ვარ მე. მაგრამ მე ვგრძნობ ამის შინაგან აუცილებლობას, ამ შინაგან აუცილებლობას იმისას, რომ მივაღწიო საკუთარ თავთან ერთობას და ამ გზაზე რაც წინააღმდეგობა შემხვდება, თავიდანვე მინდა საკუთარი თავი განვაწყო იმისკენ, რომ არ მივაქციო ყურადღება იმ აზრებს, რომელთა შესახებაც მე შეიძლება გამიჩნდეს ეჭვი, რომ აი ეს აზრები შემოიტანენ ჩემში შფოთს და დამირღვევენ იმ განწყობას, რომელიც აუცილებელია სიმშვიდის მოსაპოვებლად. ოღონდ ეს ჩემი შეხედულებაა და მე არ ვიცი ვისი აზრები უნდა გავითვალისწინოთ, რაც მახსენდება მე ჩემი გამოცდილებით, რაც დამიგროვებია, აი იმ გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია რაღაც უთხრა საკუთარ თავს და შეიძლება სადღაც იმის იმედიც კი აფობდეს ჩემში, რომ ეს გამოცდილება შეიძლება სხვა ადამიანებსაც გამოადგეთ, ისეთებს, რომლებიც ჩემნაირ მდგომარეობაში არიან. მე ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, იმას, რომ სხვის მდგომარეობაში შესვლა ეს ალბათ შეუძლებელია, სხვის მდგომარეობაში შესვლა, მაგრამ გაზიარება გამოცდილების ეს შეიძლება შესაძლებელი იყოს. ამ მოგზაურობას შეიძლება მე დავარქვა, ანუ საკუთარ თავში მოგზაურობა შემიძლია დავარქვა, ანუ ხედვითი, აი ჭვრეტითი რაღაცა ნაოსნობა საკუთარ. აი ნაოსნობა საკუთარ თავში ნაოსნობა ეს ესე იგი აძრავს იმის დაბეჭდილებას, რომ თითქოს კი არ დადიხარ, არამედ ლივლივებ საკუთარ თავში. ანუ რაღაცა შენი ნაწილი, რომელსაც აქვს შენი ფიქრით აქვს იმის უნარი, რომ თავისი თავი გაიაზროს, მაგრამ ეს კი არ არსებობს ჩემში ეს აზრი და ამ აზრის მატარებელი, არამედ ის, ასე ვთქვათ, ლივლივებს, ანუ მისრიალებს აი ამ სივრცეში, რაც არის ჩემს შინაგან სამყაროში.
რაც მიჩნდება მე რა ფიქრიც მიჩნდება და არისიც სხვისთვის გაზიარების სურვილი შეიძლება გამიჩნდეს ეს არის ის რომ რა გინდა მოხდეს ამ მოგზაურობის დროს რა გინდა ისეთი აზრები ფიქრები შემოქმდეს რომლებიც ალბათ არ არიან იმ განწყობაში შენს მიმართ რომ მათ გამოელაპარაკო გაუჩერდე ამიტომ პირველი რასაც ვეუბნები ჩემს თავს არის ის რომ ამ აზრებს არცეც არ გაუჩერდე და მით უმეტეს არ გამოველაპარაკო იმიტომ რომ როგორც კი აზრს გამოელაპარაკები იწყებ მასთან კამათს ანუ შედიხარ კამათში ხოლო კამათი დიდი ეჭვი მაქვს ამის თაობაზე რომ კამათი ჩემს სასარგებლოდ არ დასრულდება და ის მე ალბათ მიქადის საფრთხეს ხო ამიტომ მე ვამჯობინებ რომ ამ აზრებს არ გამოველაპარაკო არ გაუჩერდე და რა თქმა უნდა არ უნდა გავაიგივო მასთან საკუთარი თავი ანუ ის რასაც მე ვეძებ ჩემში ანუ საკუთარ თავს ის არ უნდა გავაიგივო არც ერთ აზრთან რომელიც მე შემხვდება ხო და არ უნდა დაუწყო აი ამ აზრებს მტკიცება რომ მე მართალი ვარ ისინი ტყუიან აი ეს არ უნდა გავაკეთო თუ კი მე მინდა ჩემი მიზნისკენ რაღაცა ვერ ვიტყვი ნაბიჯი გადავდგა არამედ რაღაცნაირად ანუ შინაგანად დაუახლოვდე ამ მიზანს ან მის უკეთ განცდას უკეთ შეგრძნებას ხო ერთადერთი რამ რაც თითოეულ ჩვენგანს და მეც მათ შორის უწყობს ხელს იმაში რომ აი ასეთი მიზნები დაისახოს და შეეცადოს მის განხორციელებას არის ის რომ მე ჩემი ხორციელი მე ასე ვთქვათ ჩემი სხეული მე არ მიმყვება მე არ მახლავს თან ჩემი სხეული ამ შინაგან მოგზაურობაში ანუ ის რჩება სავარძელში და ამ მოგზაურობაში არ იღებს მონაწილეობას ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია რომ ის არ იღებს მონაწილეობას მაგრამ მე არ ვიცი გზადაგზა ანუ ამ მოგზაურობის ანუ გარკვეულ ასე ვთქვათ გარკვეულ ეტაპებზე არ არის სუსტი სიტყვა ახლა უცნობ რომ ეტაპი აქ არ შეიძლება იყოს იმიტომ რომ ეს არ არის სვლა რაღაც გზაზე სიარული არამედ ეს არის აი ლიბლიბი როგორც აი დაუშვათ ფრინველი ზღვის თავზე ეს ლიბლიბებს ანუ ფრენს ანუ დაფრინავს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხო და სწორედ ლიბლიბი ალბათ ამას ნიშნავს ხო აი რაღაც ასეთი შეგრძნება უნდა მე მინდა რომ ამ შეგრძნებას მივაღწიო ჩემში იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ ამ შეგრძნებაში რაღაცა არის ჭეშმარიტი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ხო მიუხედავად იმისა რომ ის შეგრძნება მიუხედავად იმისა რომ ის ჩემი გამოცდილებით და იმ გამოცდილებებით რომლებიც მე ჩემი ცხოვრებისეული საკუთარ გზის განმავლობაში მე განმიცდია გრძნობას ეკუთვნის ანუ სხეულს ეკუთვნის და არ ეკუთვნის სულს ასე ვთქვათ მაგრამ აი ასეთი ფიქრები მე აქ ხელს შემიშლის და ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადო რომ ასეთ ფიქრებს თავი ავარიდო კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არ შევიდე მათთან კამათში ხო და უმჯობესია რომ მე ისინი გავუშვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ანუ
გაშვება ნუ რაღაცა ამ სიტყვიდან გვეყურება ჩვენ შვება და შეიძლება ის იყოს შვების მომგვრელი ჩემთვის თუ მე ამ თუ მე ამ მათ გავუშვებ თუ მე მათ არ გავყვები არ ავყვები ხო და მივამდობ მათ თავს ასე ვთქვათ ახლაების იმ წკრივს ანუ დროის მდინარებას შეუჩერებელ მდინარებას რომელიც ამ აზრებს ამ ფიქრებს რომლებიც მე გავუშვი წაიღებს რა თქმა უნდა გაიტაცებს თან და ჩემთვის ისინი აღარ გახდება ხელის შემშლელი აღარ იქნება უпростоრად ხელის შემშლელი იმ გაგებით რომ მე მინდა სიმშვიდეს მივაღწიო და მე მინდა არ მქონდეს ეს აზრები მე უნდა ვცადო ყველანაირად რომ ხელახლა დავიბადო ანუ ისე უნდა ვიცხოვრო ანუ დილა რო გათენდება რომ მე ისე უნდა ვძნობდე თავს რომ თითქოს ხელახლა დავიბადე ანუ ჩემი შინაგანი ასე ვთქვათ სივრცე უნდა იყოს ცარიელი გამოცარიელებული ხო და უნდა ვცადო იმის დანახვა თუ რა არის ეს სიცარიელე ანუ რატომ მჭირდება მე ასეთ რაღაცებზე ფიქრი არ უნდა მჭირდებოდეს ფიქრი სწორედაც ფიქრი არ უნდა მჭირდებოდეს ეს უნდა იყოს რაღაცა გრძნობა ეს უნდა იყოს მიხვედრა ეს უნდა იყოს ალღო და არ უნდა იყოს აზრი რომელიც გულისხმობს გაორებას სულ ცოტა გაორებას გულისხმობს და მას შემოაქვს ჩემში განხეთქილება შემოაქვს და მე ის მასწავლის და თავში მინერგავს ორობით რაღაცა სიდიდეებს ორობით ფიგურებს ანუ მაგალითად წარმატება წარუმატებლობა ხო ну ჩვენ ისე ვიზრდებით და უშუალოდ ჩვენი მთელი საკუთარ თავზეც ვიტყვი ამას იმიტომ რომ ზრდა მანამ ხდება ვიდრე ადამიანი არის ცოცხალი ხო და უშუალოდ ხო და ამდენად ჩვენ გვინერგავდნენ და გვინერგავენ დღესაც და ჩვენც უნერგავთ ჩვენს მომავთაობებს და პირველ რიგში საკუთარ თავს სწორედ იმას რომ წარმატების მიღწევა არის მიზანი ანუ მას ალტერნატივა არ აქვს ამ მიზნად ვერ დავისახავ წარუმატებლობას ხო ანუ წარმატებულობა თითქოს არის უალტერნატივო მას ვერაფერი ვერ შეცვლის ვერც შეეცილება მას ვერაფერი ვერ შეეცილება ხო მაგრამ როგორ მე ასეთი განცდა მიჩნდება რომ როგორც მე ასეთ რამეს დავუშვებ მაშინ მე შეიძლება საკუთარი თავი გავწირო იმისთვის რომ ვერ ვიცხოვრო სრული ცხოვრებით რომელიც აუცილებელია ეს სისრული აუცილებელია იმისთვის რომ მე ასე რაღაცნაირად შევეცადო რაღაცაირად ვცდილობდე რომ მივაღწიო კარგ ცხოვრებას ჩემთვის კარგი ცხოვრება არის რა თქმა უნდა სიმშვიდის მოპოვება და იმის მუდმივი ყოველწამიერი გათვალისწინება რომ მე მზად უნდა ვიყო ასევე წარუმატებლობისთვის სრული ცხოვრება წარუმატებლობის გარეშე ვერ იქნება ვერ მიიღწევა და აი ეს და სად მიდის ეს წარუმატებლობა როცა წარმატებას აღწევს
და უშუალოდ მე ვაღწევ რაღაცა წარმატებას და ეს წარმატებლობა სად მიდის? ჩვენ ისეთი განსაგვეუფლება რო ის სადღაც წავიდა, აურთდა, გაუჩინარდა. მაგრამ სინამდვილეში თუ კი თვით დაკვირვებას მივენდობით და თვით მხილველ მეს ასე ვთქვათ დაუჯერებთ, ხო, მისი თვალებით შევხედავთ ამას ყველაფერს, ხო? წარმატებლობა არსად არ წასულა. ის როგორც წარმატების ორეული, ოღონდ ეხლა უხილავი ორეული, როგორც მისი მეორე მხარე, ის წარმატებასთან არის მუდამ, ხო? და ამიტომაც არის რომ ყოველ წარმატებას თან ახლავს წარმატებლობის აჩრდილი ადგას თავზე ეს აჩრდილი, ხო? და ეს თუ ადამიანმა არ გაითვალისწინა შინაგანად, ხო? მას მე ასეთი განცდა მიჩნდება, რომ მე უფრო დიდი წინააღმდეგობების და უფრო დიდი არეულობის, შინაგანი არეულობის წინაშე დავდგები, თუ კი აი ასეთი მოვლენები, ასე ვთქვათ, არ მექნება გაშინაგნებული, ხო? და ამიტომაც აუცილებელია რომ მე ამას ვცდილობდე ყოველ ჯერზე, არა თუ ყოველ დღე, არამედ ყოველ საათს, ყოველ წუთს ჩემი შინაგანი განცდა აი ამას უნდა დასტრიალებდეს თავზე, ხო? რომ ჩემი ცხოვრება არ იყოს ცალმხრივი და მქონდეს შესაძლებლობა მისა, რომ განვიცადო ეს ცხოვრება მთლიანობაში, ხოლო რაც ეხება ახლა იმ აზრებს, რომელიც მე არ ვიტყვი, რომ მე ისინი მოვიცილე, არა, მე ისინი გავუშვი, მე მათ არ გაუჩერდი, ხო? და ახლა ისინი არიან ისეთ სადღაც სივრცეში, ისეთ სივრცეში არიან, სადღაც წარსულში, რომელიც უკან ვერ დაბრუნდება, თუ მე არ მოინდომე მათი დაბრუნება. ანუ მე თუ არ დავიწყებ წარსულში ქექვას თუ არ დავიწყებ, ხო? ისინი თავისით ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან უკან და ვერ, ასე ვთქვათ, მოახერხებენ იმას, რომ მე საკუთარი თავისკენ, თავის შეცნობისკენ გზაზე გადამეღობონ, ხო? ამიტომ რა შემთხვევაში შეიძლება ისინი დაბრუნდნენ? იმ შემთხვევაში მე თუ დავიწყებ აზრების რესტავრირებას, ანუ ადგენას, მათ გარემონტებას, ასე ვთქვათ, ხო? მაშინ მე ისინი უნდა შემოვიყვანო ჩემ სახელოსნოში და აქ დავიწყო მათი გამოკვლევა, დიაგნოზირება და ასე შემდეგ და ასე. მაგრამ როგორც მე ამას გავაკეთებ, იმ წამსვე მე უკვე ვარ წარსულის კუთვნილება. მე უკვე მოვწყდი ჩემს სავარძელს, როგორც ჩემი ხორცით, ასევე ჩემი მთელი შინაგანი უნარით და გადავეშვი წარსულში. საიდანაც გზის გამოკვლევა, ანუ რომ მე ისევ მიაგნო იმ წერტილს, რასაც ერთ-ერთ საუბარში მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა ვეძებდეთ ნულოვან წერტილს ჩვენში. ნულოვანი წერტილი აუცილებელია ალბათ იმისთვის, მე ასე ვგრძნობ, ალბათ იმისთვის არის აუცილებელი, რომ ხელახლა დაწყება შევძლოთ. გზის, რა თქმა უნდა, ამ გზაზე, თუ ამას გზას დავარქვევ ჩვენ, საკუთარი თავის შეცნობისკენ ამ გზაზე, რა თქმა უნდა, მე ვიღლები, ხო? მე ვიღლები და შეიძლება ერთ წამს მეც წამომცდეს დავიღალე, შენამდე მოსვლა არ შემიძლია დაუშვათ, აი ასეთი სიტყვები, ხო? მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე მიჩნდება განცდა, რომ კარგი იქნება თუ მე ყოველ ჯერზე აი ამ თვით, ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან დაბრუნებას მოვახერხებ, ანუ დიდი ძალისხმევის გარეშე,
ანუ ეს თვით შეცნობა ადამიანი არ უნდა იყოს დიდ დანახარჯთან დაკავშირებული, შინაგანი ენერგიის დიდ დანაკარგთან დაკავშირებული. რაც შეიძლება მცირე დანახარჯით უნდა მოხდეს ეს და სიტყვა ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ხშირად სწორედ აი ახლა როგორც მე წარმოვთქვი ეს სიტყვა, აი ამ מחვილით წარმოვთქვამთ ხოლმე, ხო, ძალისხმევა, იმიტომ რომ ეს ძალაზე აკეთებს აქცენტს, ხო? მაშინ როცა ძალისხმევა ჩემი ფიქრით, ჩემი განცდით არ ნიშნავს რაღაცა დიდ ჭაპანს ყვეტავს, რაღაცა ძალიან მძიმე გამოცანის აღებას საკუთარ თავზე. ეს არ არის დაუშვათ აი ის ლოდი, რომელსაც სიზიფე ეზიდება მთის წვერვალზე და შემდეგ იქიდან უგორდება და ხელახლა იწყებს ამას. ეს არის რუტინული მძიმე შრომა, რომლიდანაც ადამიანს შინაგანად უნდა იყოს თავისუფალი. ის რაც უფრო მსუბუქად გააკეთებს ამას, რაც უფრო ნაკლები ენერგიის დანახარჯით გააკეთებს ამას, ხო? მით უფრო, იმიტომ რომ თუ ძალისხმევა იქნება ეს ძალისხმევა იქნება აი მძიმე, ხო? მაშინ ესე იგი ეს დაკავშირებული იქნება შინაგან დაძაბულობასთან, ხო? და სადაც დაძაბულობა, იქ სიმშვიდე არ არის. სიმშვიდე დგება მაშინ, როცა ეს დაძაბულობა მოიხსნება, ხო? და ვინ მოხსნის ამას? რა თქმა უნდა, ეს ამას მოხსნის თვითონ ის, ვინც ცდილობს საკუთარ თავს ჩაწვდეს, საკუთარ თავს თავი გაიშინაგნოს, ესეც კარგი სიტყვა არის, ხო, ქართული სიტყვა, გაშინაგნება, ხო? ანუ შინის მიგნება, ანუ სახლის, სამკვიდრო, სამანის მიგნება. აქ ლაპარაკი არის უკვე სულიერ შინაგან ვერ მომნახე ახლა ადეკვატური სიტყვა და თქვი სულიერი, ოღონდ მე არ ვიცი ახლა ეს რამდენად აი ადამიანის რომელ უნარზე უნდა გავაკეთო, ასე ვთქვათ, სიმძიმის ცენტრი სად უნდა გადავიტანო, ანუ იმიტომ რომ ჩემში მე უამრავი ფენა, უამრავი შრე შემხვდა იმ რა ქვია დროის განმავლობაში, იმ მოგზაურობის განმავლობაში, რაც მე წამოვიწყე საკუთარი მეს მოპოვების მიზნით და სიმშვიდის მიღწევის მიზნით. ანუ სიმშვიდე ეს არის მდგომარეობა, რომელიც ყოველგვარი დაძაბულობისგან არის თავისუფალი და ამ თუ სიმშვიდეს მიაღწია ადამიანმა, თუნდაც ეს იყოს წამიერი მდგომარეობა, არა ის განიცდის თავის თავს. მე ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ხო, რომ მე ამ შემთხვევაში თუ ეს გამომივიდა, რომ მივაღწიე რაღაცა სიმშვიდის რაღაც ძალიან მისხალს, ხო? ესე იგი ეს მდგომარეობა ჩემს მიერ განიცდება, როგორც თითქოს და მე ვიყო საკუთარი თავის შესაძლებლობები, წმინდა შესაძლებლობები, რომელშიც ჯერ არ არის გამოკვეთილი თუ როგორ მოხდება ამ შესაძლებლობების განამდვილება, ხო? და როცა მე ვთქვი, რომ აუცილებელი არის, რომ მე დავიცარიელო საკუთარი შინაგანი სივრცე, მოუძებნო მაშინლოვანი წერტილი, ეს იმას ჩემთვის, ჩემი განცდით ეს იმას ნიშნავს, რომ მე საკუთარი თავი წარმოვიდგინე როგორც წმინდა შესაძლებლობები, წმინდა შესაძლებლობა, რომელიც არ მაწვება მე როგორც ტვირთი პირიქით მივსუბუქებს, ასე ვთქვათ, ყოფნას. მადლობა.